სპორტის მინისტრმა ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. სპორტ კომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის. მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. მრავალფუნქციური შენობა საცურაო აუზების გარდა აერთიანებს ტრენაჟერებს, ზალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები. სიხარულოა რომ ასეთი მაღალი კლასის საცნობელ დარბაზებში უწევთ ჩვენ მომავალ თაობას ცნების გავლა. რა თქმა უნდა, ეს საშუალებას მიცემს, რომ როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით, რომ მეტი ბავშვი იყოს და მომავალი თაობა იყოს მეტი ჩართული, ასევე მაღალი მიღწევების სპორტშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სპორტული კომპლექსი და არა მარტო ეს სპორტული კომპლექსი, არამედ სხვადასხვა დარბაზი, რომელიც დღეს ჩვენ მოვინახულე, გაუზდის საქართველოს არაერთ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონს. მინდა წარმატება უსურვო თითოეულ ახალციხეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი ქალაქისათვის, ახალციხისათვის. სტუმრად ყავდა სპორტის მინისტრი, სპორტის კომიტეტის წევრები. მათ მოინახულეს ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ ახალგაზრდებს, მომავალ სპორტსმენებს და ბევრი წარმატება უსურვეს. მოვინახულეთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სპორტული ქალაქი, ახალციხე და მიხარია, რომ რამდენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ყავს. მოვინახულეთ მინისტრთან ერთად, სპორტის კომიტეტის წევრებთან ერთად, დავადღილიერეთ ინფრასტრუქტურა და მინდა მადლობა უთხრა ხელისუფლების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფენ სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურას. სანამ ეს დარბაზი გაიხსნებოდა ჩვენთან რაიონში, ასპინძაში ვარჯიშობდით, სადაც არ ქონდა იმდენი საშუალება, რომ ასე ამხელა დარბაზში გვივარჯიშა და ასე ძალიან კარგად. იქაც ამდენი ბავშვი არ ვიყავით, ძირითადად ფიზიკურად არ ქონდა ისეთი საშუალებები, რომ ასე განვითარებული იყავით და ასე განვითარებულ დარბაზში გვივარჯიშა, მაგრამ ეხლა ეს საშუალება მოგვეცა.